დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? დავიწყოთ. ესე იგი, ჩვენ ძალიან დაძაბული ვითარება გვაქვს ქვეყანაში და ამ დაძაბული ვითარების ფონზე განაცხადა ასეთი ძალიან სენსეიციური განცხადება, მეგობრებო. გადაუზიარეთ მეგობრებს, ნუ გამოტოვებთ ტურს, ვისაც ძვირიან ტურებში მონაწილეობის მიღებით სურს ფულის ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობაში, 25 ოქტომბერს გავდივართ კააბენის მონასტრის ტურზე. გაითვალისწინეთ, რომ ფეხით ვივლით და საკვების თავად უნდა წამოიღოთ. მივიქნები მხოლოდ გიდი და ჩაგიტარებთ სენსეიურ პრაქტიკას. ტურის ღირებულება 200 ლარი 4 დღის ნაცვლად. იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა არ არის შეზღუდული, რაც უფრო მეტი იქნებით, მით უფრო უკეთესი იქნება ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის და ჩემი ჯიბისთვის. ალბათ ნახავდით ამ განცხადებას, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო ეს ჩემგან. და რამდენიმე მართლაც პირადში მომწერა, რომ ამჯერად ვერ ვახერხებ და შემდეგში აუცილებლად წამო. მეგობრებო, იცით რა არის, აი თქვენი მეფე თამარი, რომ გესაუბრებათ აქედან, ხო? ესე ყველაფერი კი არ დაიჯეროთ, რასაც თამარ მეფე გეუბნებათ. უბრალოდ მეფე თამარი გეუბნებათ. ზოგჯერ იმასაც უნდა დააკვირდეთ ხოლმე, ადამიანი ხუმრობს თუ მართლა იძახის, გესმით? თუ ამის გარჩევა არ შეგიძლიათ, ესე იგი თქვენთან არის რაღაცა ძალიან მძაფრი ფონი. ემოციური მძაფრი ფონი, ისე რომ არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოეშვათ და აი ამ მოშობილ ფონზე ესა თუ ის ინფორმაცია მიიღოთ ისე როგორც დაიწერა, ხო? მართალია, როდესაც თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, ვერ მხედავთ მე და ჩემს ემოციებს, ვერ აფიქსირებთ, რომ კიდევ დაგეხმაროთ ეს დამატებით ინფორმაცია იმაში, ეს ხუმრობაა თუ სიმართლეა, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ. როდესაც თქვენ, ესე იგი, ძალიან ბევრი დაიძაბა მაგალითად იმაზე, რომ მე გავაცხადე მეფე ვარ, გესმით? ანუ მეფე დავირქვით ჩემს თავზე და ბევრი ნიკოლოზ ნარიმანის, ნიკოლოზ ნარიმანის კი არა და ნარიმანის მრევლიდან დაიმსაფრა. იმდენად დაიზაფრა, რომ ამ ადამიანებს აგრესია გაუჩნდა ჩემს მიმართ, ხვდები? მეფეთ არ გაღიარებს შენ. აი ესეთი რაღაცა ისიც მომივიდა. პირადი შეტყობინებები, შენ რანაირი მეფე ხარ, რა მეფე შენ ხარ და აი ესეთი რაღაცები, მეგობრებო, ჩემო კარგებო. მე შემიძლია შემოგთავაზოთ თქვენ მართლაც გასაუბრების 1 საათი. თქვენი აი ამდენად დაძაბული ნერვების ფონი, ხომ? არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დამინახოთ ისეთი როგორიც ვარ. არ გიუბნებით იმას, რომ დამინახეთ, რომ მეფე ვარ. ამას ხო ვერ შეძლებთ, კაცო. უბრალოდ დამინახეთ, რომ ხუმრობ თუ მართალს ვამბობ. ხუმრობ თუ სერიოზულად ვამბობ. გესმით? თუ ვერ დაინახავთ ამას, ხო? ესე იგი, გათავისუფლება გაგრიათ. აი ნახეთ რას გთავაზობთ. თქვენ მოხვალთ ჩემთან. ამ მასაჟის მაგიდაზე დაწვევით. მე ჩავთავ სასიამოვნო მუსიკას, მოსაშვებ მუსიკას, აი რომ მოეშვათ, რელექსს რო გააკეთოთ, ანუ რელექსს მოეშვებით და მე დავიწყებ თქვენთან სეანსს. აი მაგალითად, პირველ რიგში მე რას გავაკეთებ თქვენთან. ნახეთ, აუცილებლად ჩავიხედებით თქვენს მატრიცის მონაცემში. თქვენის ნებართვით, რა თქმა უნდა, თუ თქვენ გსურთ. მატრიცის მონაცემში ჩახედოს უნდა სულ რაღაც 2 წუთი, თქვენი დაბადების დღე, თვე და წელი და იქ დავინახავთ ჩვენ სად არის აქ დაძაბულობა. გესმით? ან რომელი თქვენი
სხეულის ნაწილი მოითხოვს განტვირთვას. ხო? სხეულის ნაწილები არის ასევე შინაგანი ორგანოები. აუცილებლად. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას იმაზე, თუ რატომ არ შეგიძლიათ ადვილად გაიგოთ ადამიანი ხუმრობს თუ არ ხუმრობს. ხუმრობს თუ სერიოზულად საუბრობს. აი ახლა მე მაგალითად სერიოზულად ვსაუბრობ, მეგობრებო. არაფერს არ ვხუმრობ. ამის ამოცნობა თუ თქვენ არ შეგიძლიათ, თქვენი ნერვიული სისტემა არის ძალიან გადატვირთული. და ოდნავი თქვენი ნერვიული სისტემისთვის რაღაცა რომ გააკეთოთ სასიკეთოდ, ნამდვილად ყველაფერში წაგადგებათ. აუცილებლად დაგიწყნარდებათ ემოციური ფონი და აუცილებლად ჩაწვდებით თქვენ შინაგან მეს და ძალიან ბევრი რომ მეკითხებით ხოლმე, რომ აი თამარ, ჩემი მისია რა არის? სხვა ვერ გეტყვით თქვენ მისიას, მეგობრებო. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ, მე მხოლოდ შემიძლია დააგეხმაროთ თქვენ, გაარკვიოთ თქვენს თავში რა არის თქვენი მისია, მაგრამ მე ვერ გეტყვით თქვენი მისია რა არის. ეს არსად არ ჩანს. და არავინ მოგატყუოთ, რომ ვინმე შეიძლება გამოგითვალოთ თქვენი მისია რა არის. არავინ არ მოგატყუოთ. ეს არის პროგრამები, ჩვეულებრივად გაძლევენ პროგრამებს და თანაც ფულს გახდევინებენ იმაში, რომ აი მე გამოგითვალე შენი მისია რა არის. არავინ არ იცის კაციშვილის ზურგზე, არამც თუ სხვა. თქვენ თავადაც შეიძლება ვერ გაიხსენოთ რა არის თქვენი მისია, იცით? თუ იმდენად ჩაჭერილი ყავხართ აი ამ ცხოვრებისეულ ამა თუ იმ მახეებს, შეიძლება თავადაც ვერ მიაღწიოთ იმას, რომ გაიხსენოთ რა არის თქვენი მისია, არამც თუ სხვამ ჩაიხედოს თქვენს მისიაში. არავის არ აქვს უფლება ჩაიხედოს თქვენს მისიებში. არ მოგატყუოთ არავინ, რომ ვინმეს შეუძლია გითხრათ რა არის თქვენი მისია. არავინ არ იცის რა არის თქვენი მისია, ხალხო, არავის არ აქვს ეს უფლება. ამ დედამიწის ზურგზე ეს უფლება, რომ თქვენს მისიაში ვინმეს ჩაახედონ, არავის არ აქვს. იცოდეთ ეს რა. მაგრამ თქვენ თუ თავის დაწყნარება გსურთ და სხვის პროგრამებზე სიარული გსურთ, კი ბატონო, მიდით გადაიხადეთ თანხები და გეტყვიან რა არის თქვენი მისია. თქვენ თუ გსურთ მართლაც გაიგოთ რა არის თქვენი მისია, მაშინ თქვენ გჭირდებათ თქვენს შინაგანზე მუშაობა. აუცილებლად განტვირთვა და აუცილებლად დატვირთვა პოზიტიური ემოციებით. ამოსვლა მაღალ სიხშირეებზე. თუ თქვენ მაღალ სიხშირეებზე სულ ცოტა 999 სიხშირეს ვერ გაცდით, ვერასოდეს ვერ გაიგებთ მე რას ვლაპარაკობ. ვერასოდეს ვერ გაიგებთ. თქვენ ყურში შევა და აი აქ ისე დაგროვდება და ისე დაიგრუზებით იმ დღეს წერს ერთი რომ 9 საათი გისმინე და საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე, რას წერო, რას ლაპარაკობ, ერთი და იგივეს ატრიალებო რა. აი იცი როგორი ხალხი? TikTok-ის 2 წუთიან ვიდეოს რო არიან მიჩვეული და აზროვნება რო ეზარებათ უკვე. და ყველაფერი ერთი და იგივე რო ეჩვენებათ, ოდნავ სხვანაირი ნიუანსით რო გავაშღერებ ხოლმე, გესმით? არასდროს არ ვლაპარაკობ ერთი და იგივეს. ყველა ლაივში სხვადასხვა რამეებს ლაპარაკობ. მაგრამ TikTok-ის ვიდეოზე დაპროგრამებული ხალხი 2 წუთიან ვიდეოებზე როცა ეს სწრაფად უნდა ისე თქვა რაღაცა და უცბად იქ კიდე ტექსტები იყოს და იქ კიდე გამოხდეს რაღაცა და აი ესეთ პროგრამაზე მიჩვეული ხალხი ვერასდროს ვერ მოусმენს ჩემს ვიდეოს. არც მიგვირს და არც მინდა რომ ესეთ ხალხმა ძალით მოусმინოს ჩემს ვიდეოს, გესმით? ამათი სიხშირეები დაყვანილი არის 400 ვიბრაციაზე დაბლა. 400 ვიბრაციაზე დაბლა ვინც არის ჩასული, ხო? ისიც თუ აქვს 400-ზე თუ არის ასული, 2 წუთსაც ვერ მოусმენს იმ ინფორმაციას, რასაც მე ვსაუბრობ. და მე მინდა პირდაპირ კომპლიმენტი გითხრათ თქვენ თუ ჩემს ვიდეოს ბოლომდე უსმენთ ხოლმე, თქვენ სულ ცოტა 999 Hz სიხშირეზე ხართ ასული. და დარწმუნებული იყავით იმაში, შეიძლება თქვენ ჯერ არ გააგიაქტიურებიათ თქვენი მისია, იმიტომ რომ არ გიძებნიათ ეს მისია, მაგრამ თქვენ ხართ უკვე პოტენციური მისიონერები. თქვენ თუ შეგიძლიათ ჩემი ვიდეოების ბოლომდე ხილვა. ესე იგი სულს მოწყურებული აქვს ის ინფორმაცია, რომელი ინფორმაციასაც დაბადების მომენტიდან ელის რომ გაიგოს სადღაც აი ამ ფიზიკურ ველში. რაც შეეხება ახლა ტურს.
ეს ტური ძალიან მაგარი ტურია. რამდენჯერმე მე მქონდა გაკეთებული ტური, ადრე ვაკეთებდით მე და თია. ოღონდ არანაირი 200 ლარი და არანაირი 50 ლარიც და საერთოდ შეჭირულობაც არ აგვიღია, მართლა ოღონდ რა. მაგრამ აღმოჩნდა ესეთი რამ, მეგობრებო, ნახეთ, კაცობრიობის გონება პროგრამაში ზის ჯერ კიდევ და გაუთავისუფლებელი არის ამ პროგრამიდან, რომ შენ თუ რაღაცას აკეთებ, აუცილებლად საფასური უნდა გადაიხადო და თუ ეს ასე არ ხდება, უკვე შიში მოდის აქ. ადამიანს აშინებს ასეთი მომენტი, რომ რაღაცაშია იქ საქმე, თუ კი ფულს არ მახდევინებე. ამიტომ მეგობრებო, ეს შიში ოდნავ რომ განვტვირთო, მე ალბათ მართლა დავაწესებ თანხას, იმიტომ კი არა რომ მე მინდა თქვენ ფული გამოგძალოთ. იმიტომ რომ თქვენ რომ მოგეხსნათ ეს შიში, რომ სადღაცა რომ მიდიხარ და ვიღაცა კარგ რამეს რო გიკეთებს, ხო, რასაც გასცემ შენია, ხო, ყველას ხო არ ესმის. მე მაგალითად მივიღე ეს წინადადება, რასაც გასცემ შენია და როდესაც სხვა ადამიანს სიკეთეს ვუკეთებ უსასყიდლოდ, ეს ჩემია. ეს სიამოვნება გესმის? და სხვა სიამოვნებას ამით, სხვა სიამოვნებას იღებს ამით და მიხარია. სიხარული შემოდის დედამიწაზე და რაც უფრო ნათელში ვართ, მით უფრო კარგია, მე მინდა რომ ვიყოთ სინათლეში ვიცხოვროთ. ამიტომ აკეთებ, მაგრამ საქმე იმაში რომ რადგან შიშია ჯერ კიდევ ადამიანებში და რადგან არ გიცნობს ადამიანი და იქ უკვე იქ რიტუალების ეშინია, იქ იმის ეშინია, რომ ეს რაღაც არ გამიკეთო, არ მომჩხიბოს. ყველაზე მეტად სუფთა ადამიანების ეშინიათ ხოლმე, იცით? და როცა მჩხიბავებთან მიდიან, იმათთან მისვლა არ ეშინიათ. იცით რატომ არ ეშინიათ? იმიტომ რომ იქ ფულს იხდიან. და თუ სუფთა ადამიანთან მიდიან და ესეთი ცოტა მისტიკაში ჩახედულია, ნამდვილად სულიერებას ჩახედულია, იმის ეშინიათ, იმიტომ რომ არ იციან, კარგავენ თავის თავს. კარგავენ, ვიღარ ხვდებიან, რას დაეყრდნო. ფულს ვერ ეყრდნობიან, ემოციები იმდენად კარგად არ აქვთ გაწვრთნილი, რომ მიხვდნენ ეს ადამიანი რა მიზნებით არის მოსული და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ მართლაც, რომ რადგან ადამიანებს ასეთი შიში აქვთ, დავაწესებ თანხას, არ ექნებათ ბევრი საფიქრალი და ტვინის საჭყლეტი, არ უნდათ ტვინის ჩართვა, გესმით? არ ექნება ტვინის საჭყლეტი, რომ ეხლა მე რა გავაკეთო, ეხლა მე რა ვქნა, ეხლა მე რა რითი გადავუხადო უკან და ასე შემდეგ, გესმით? და ამიტომ ეს ტური ძალიან მაგარია, ოღონდ ეხლა ეს იყო ხუმრობ, ეხლა არ ვაკეთებ ამ ტურს, მაგრამ შემდეგისთვის თუ კი დავგეგმა მე ამ ტურს, აუცილებლად გაგიცხადებთ, იმიტომ რომ ბევრისგან წამოვიდა უკვე ინტერესი, რომ კაბენის მონასტერზე ავიდეთ. რატო არის ეს კაბენის მონასტერი? საინტერესო, იცით? პირდაპირ გეტყვით, ახლა თამარის აკლდამასთან დაკავშირებულია, მეგობრებო, და იმ ინფორმაციებთან, რაც გაგიჟღერეთ მე. რაც გაგიჟღერეთ ის, რომ თამარს ყავდა კიდე დამატებით შვილი, რომელიც არ არის ჩვენამდე მოსული და იმას კიდე 2 შვილი ყავდა, იმას 2 შვილი გაუჩნდა, ის 2 შვილი იყვნენ 2 ძმანი, ერთ-ერთს ერქვა კაბერი და როდესაც ჩვენ კაბენის მონასტერზე ვსაუბრობთ, სავარაუდოდ ეს არის დასახიჩრებული სიტყვა კაბენიკი არ უნდა ერქვას, უნდა ერქვას კაბერის მონასტერი. ამ კაბენის მონასტერზე თუ კაბერის მონასტერზე იყო დიდი სამების ეკლესია აშენებული, რომელსაც გაჩვენებთ ასევე სურათზე და რომ მივალთ იქ ვნახავთ, რომ საძირკველიანა გამქრალია ეს ეკლესია. აბსოლუტურად საძირკვლიანა გამქრალია ეს ეკლესია. არც ერთი ნანგრევი იქ არ ჩანს. ამ ეკლესიის რატომ წაიღეს, სად წაიღეს, როგორ გააქრეს, არავინ არაფერი არ იცის. ჯერ კიდევ ხო გეუბნებით, სურათი არის გადაღებული არქეოლოგის მიერ, ეკლესია დგას, ანუ ეს იქნებოდა დაახლოებით, რადგან სურათებს უკვე იღებდნენ მე-19 საუკუნის ან დასაწყისი, ან დასასრული, ხო? 1 საუკუნეში ეს ეკლესია, რომელიც აბსოლუტურად საღმდგომარეობაშია, როგორ შეიძლებოდა გამქრალიყო, თავისი ქვებიან საძირკველიანა, გამაგებინეთ, ხო? ძალიან საინტერესო ფენომენი არის კაბერის მონასტერი და როდესაც მე და თია ვიყავით ამ კაბერის მონასტერზე დაახლოებით 2 წლის წინ, მაშინ შემოგვესმა ზუსტად იმ მთების რეკა, გალობა,
გალობა შემოგვესმა სადღაც აი უსასრულობიდან საიდანღაც მთებიდან მოდიოდა კაციშვილი არ არის იქ კოჯორში უნდა გადახვიდე იქიდან კოჯორშიც ეკლესია არ არის რომ რამე ყოფილიყო ისეთი რომ იქ ეგალობა იმხელა გალობა ისმოდა გაშტერებულები უყურებდით მე და თია ერთმანეთს სულ რაღაც დაახლოებით 2-3 წუთი გაგრძელდა ეს გალობა და შემდეგ რომ მივყევით ამ ხმას სად მიდიოდა მართალია ვერსაც ვერ მივიდოდი ციდან მოდიოდა ეს ხმა მე გადავიდა ეს ხმა კაბერის მონასტერი ძალიან საინტერესო მისტიური ადგილია მე იქ მოგიყვებით კიდე ერთ საკითხს რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით როდესაც იმ პატარა მონასტერი რომელიც დარჩენილია ეკლესია პატარა ეკლესია იქ რო ვიყავი იქ რა ხდებოდა და მე თუ ის ბერი იქ იყო იმასაც შევახსენებ თუ ახსოვს კინოწეულში იყო მაგრამ შევახსენებ ეხსომებ ხო ეხლა ერთი სიტყვით მეგობრებო ამ ტურს თუ დავგეგმა აუცილებლად ჩავატარებ ამ ტურს თუ კი იქნება სურვილი თქვენი სურვილი თუ იქნება სულ აი არ ვიცი ხა ძალიან ბევრიც რო არ გადაგახდებინოთ ალბათ 50 ლარად დავადებ 50 ლარს რომ ყველასთვის მისაწვდომი ფასი იყოს რა და 50 ლარით წამოხვალთ თქვენ ავალფეხით ჩამოვალთ და ამ სოფაში მე გაგანებთ ბევრ საიდუმლოს მე მგონი რომ 50 ლარი ყველასთვის მისაწვდომი თანხაა და აი ნამდვილად შემიძლია ამ ტურს დავადო 50 ლარი კი არა 200 ლარი კი არა 400 ლარი დავადო ზედ და შემიძლია ესე ჩავატარო მაგრამ არ მინდა რატო რა ძალა მაგას ხო მე მინდა რომ ყველასთვის მისაწვდომი იყოს ეს უკაცრავად ცხვირინება მოვიწმინდო ხოლმე რა მაღალ სიხშირებზე ყოფილ ვარ ერთხელ კი არა ხან რამდენიმეჯერ გისმენ ესე იგი ქეთი შენ უკვე გასული ხარ უკვე ძალიან სერიოზულ ლეველზე ხარ ანუ საფეხურზე დგახარ იმიტომ რომ შენ გწყურია მოსმენა იმის რაც ვერ მიიღე ივსებ ძალიან მაგარია მიხარია და რახან მეგობრებო ჩვენ ამ ტურს ჩავატარებთ ახლა რა თქმა უნდა გვირგვინს არ დავიდებ თავზე და რაღაც უაზრობები ახლა იქ რაც დავწერე ხუმრობები ესეთ რაღაცებს არ გავაკეთებ მაგრამ ნამდვილად შემიძლია მე თქვენ მატრიცა გამოგითვალოთ და რაღაცა რჩევები მოგცეთ აი ამ ტურში მაგალითად ოღონდ მომწერეთ თქვენ რომელი შაბათკვირისთვის გეცლებათ რომ აი იმის მიხედვით რაც უფრო მეტი სურვილი იქნება ისე დავგეგმო გესმით თორე ეს ეხლა რომ დავგეგმო მე არ მცალია მაგეებისთვის რა აი არც მოთხოვნილება მაქვს არც ფულის ისა მაქვს რა ქვია საჭიროება მაქვს რომ ფული ვიშოვო და იმიტომ ჩავატარო აი არანაირი მოთხოვნილება ჩემი მხრიდან არ მაქვს რომ ეს ტური ჩავატარო მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მოთხოვნილება იმიტომ რომ ბევრმა მომწერა მინდა ასვლაო მომწერეთ პირადში და მე ჩავატარებ ამ ტურს რა თქვენს გამო ჩავატარებ ამ ტურს მართლა თქვენს გამო იმიტომ რომ მე არ მიღირს იქ ავიდე 50 ლარად და ჩამოვიდე აი ფულის გამო მე ამას არ გავაკეთებ გესმით მე მხოლოდ გავაკეთებ თქვენი სურვილის გამო ეხლა რაც შეეხება კიდე იმას რომ აი მაგალითად გუშინ წინ მეგობრებო 4 საათზე ვიღაცამ ჩაატარა ძალიან დიდი რიტუალი არ ვიცი რა რიტუალი ჩაატარა ძალიან დიდი შეტევა მომცა როდესაც შეტევა მეწყება ხოლმე აი ზუსტად მაგ დროს ხვდები რომ რიტუალს ატარებს არა ერთი ადამიანი არამედ რამდენიმე ადამიანი ერთად და იცით რა მაინტერესებს აი პირდაპირ ადრეს გითხარით და ეხლაც გეტყვით ნუ აკეთებთ ამას მეთქი რა ჩემთან ისევ თქვენ იზიანებთ თავს აუცილებლად დაგიბრუნდებათ ეს უკან აგერ უხედავთ რომ ილიასთან რაც ხდება ეხლა ილია რომ ჩავარდა ლოგინად ეგ არ არის ისე რომ ჩავარდა ლოგინად მაგას ლოგინად რა ჩააგდებს ბიჭო ისეთ რაღაცეებს უშვებენ მაგაში მაგრამ დაუბრუნდა ეს უკან ხალხო იმიტომ რომ ჩაატარეს რიტუალი საპატრიარქოს ჩემ წინააღმდეგ იმხელა რიტუალი აქვს ჩატარებული რა აგერ დააგდო მაგათი წინამძღვარი ლოგინად გესმით? ნუ აკეთებთ მაგას ძალიან დიდი დაცვა მაქვს მე არ იცით თქვენ რა დაცვა მაქვს
ამიტომ ისე თქვენ გაფრთხილებთ რა, რომ თქვენვე არ დაზიანდეთ. აუცილებლად დაგიბრუნებათ, აგერ ჩემმა მეზობელმა ჩაატარა რიტუალი და სცადა მაგის გაკეთება და დაუბრუნა მამამისი დაიღუპა. ნუ აკეთებთ ესეთ რაღაცეებს. ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს უკვე რომ უკან დაუტრიალდათ და ძალიან ცუდად დაუტრიალდათ უკან კიდე რა და ისევ და ისევ ჩემი რჩევა იქნება თქვენდამი რომ მე არ მოვედი თქვენს გასანადგურებლად. მე მოვედი ამ დედამიწაზე იმისათვის რომ სინათლე იყოს ამ დედამიწაზე, შევინარჩუნოთ სინათლე, არ დაინგრეს ეს დედამიწა მთლიანად, გესმის? და კეთილს და ბოროტს გეუბნებით, ნუ აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ რაღაც რიტუალებს. ეხლა რაც შეეხება ნარიმანს. ნარიმანი აი აქ ჩემს სახლში დასეირნობს ხოლმე. და პირდაპირ ვეტყვი რა ნარიმანს რა, არ უნდა ეგეთი რაღაცეები. არ უნდა ეგეთი რაღაცეები. ვერაფერს ვერ გამიკეთებს ეგ მე. ვერ დამიზიანებს. და ნარიმანის ხალხსაც ვეუბნები, გაამანებეთ თავი ხალხო, ისევ თქვენ თავებს აზიანებთ. საპატრიარქოს ხალხი ხომ ერთი მეორეს მიყვება ეხლა რა მოუვათ ნახეთ რა. და აი შეიძლება მე ოდნავ რაღაცა შემეხოს, რაღაცა უბრალოდ ჰაერის უკმარისობა მქონდეს. მეც ვერაფერს ვერ მიზავთ თქვენ ხალხო. ამინ ამენით. ანუ ქრისტე ღმერთის წინააღმდეგ, ხო? და დარწმუნებულიყავით რომ მე ქრისტეს დაცვა მაქვს. ვერავინ ვერაფერს ვერ გაახერხებთ. ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ მეთქი. და კიდევ ერთხელ გეუბნებთ, ყველა რიტუალი, ყველა ჯადო, ყველანაირი საკითხი, რასაც თქვენ ჩემ წინააღმდეგ გააკეთებთ, უკან ბრუნდება. აი რა არის ჯადო? გააკეთებს ვიღაცა რაღაცა ჯადოს ან რიტუალს, ეს ენერგია მიდის ამ ადამიანთან და ამას რო ვერაფერს ვერ უშვება. უკან უბრუნდება და ათმაგად არ ტყავს უკან, გესმით? ყველანაირი წყევლა, ყველანაირი ბოროტი თვალი, ყველანაირი ჯადო, ყველანაირი რიტუალი ჩემთან არ ჭრის და ვერ ჭრის. იმიტომ რომ გამტარი ვარ. მოდის, გაივლის რაღაცა ოდნავ შეიძლება დისკომფორტი ვიგრძნო და ვგრძნობ ხოლმე, გადის და მიდის უკან. გესმით? გამტარი ვარ. რამდენჯერ უნდა გითხრათ? და ნუ აკეთებთ მეთქი, თქვენ დაიღუპავთ თქვენ თავებს ისევ და ისევ. არ გჯერათ, მაშინ გამოსცადეთ ღმერთი, გამოსცადეთ ეს და ნახავთ რაც მოგივათ და რა ვიცი ახლა რაღა გითხრათ. მე გაგაფრთხილეთ და ადრეც გაგაფრთხილეთ, ეხლაც გაფრთხილებთ. ასე რომ ჩემო კარგებო, მადლობა უფალს ამისათვის რომ მართლადაც ვაქვთ იმ ადამიანებს, ვინც ღმერთმა ღვთისრჩეულია და ვინც ღმერთმა ამ დედამიწაზე მოიყვანა იმისთვის რომ სინათლე შეინარჩუნონ და არ დაიმსხვრეს ეს დედამიწა, სული წმინდის ხალხი ვინც მოსულია, ყველას აქვს დაცვა, ისეთი დაცვა, რომ ვერც ერთი სიგნალე ვერაფერს ვერ უხერხებს აი ამ დაცვას. გესმით? ნუ აკეთებთ ამას, ამიტომ. და თუ კი ბოროტი აზრი გაგიელვებთ, ხო, უნებლიეთ ჩემს მიმართ. მაშინ ვეთქვით უფალო შემიწყალე, ნუ აკეთებთ. ყველა ბოროტი აზრი უკან გიბრუნდებათ. ყველა ბოროტი თვალი, ყველა ბოროტი ჯადო, რიტუალი თუ ასე შემდეგ. თავიდან რომ დავიწყე საუბარი მე, ეს კორონას პერიოდია, აი კორონა რო გადადის 2021 წელია. როდესაც მე მაშინ საუბარი დავიწყე, ისეთი აურზაური იყო ხალხო, ისეთი საშინელებები მირეკავდნენ და მაშინებდნენ თითქოს ეს ჯადოქრები რა, რომ შენ როგორ ბედავ, ვინმეს დაუკითხავად ასეთ რაღაცეების ლაპარაკს, ვინ მოგცა მაგის უფლება. მე ვთქვი ხალხო, თქვენ რა სიტყვას ატყოვებთ, თუ რა გინდათ ვერ გავიგავთ და აქ წევლა მიდიოდა და კრულვა იმაზე, ტელეფონის პირადში, თქვენ ვერ წარმოიდგენთ და ეს ხალხი ყველა აბსოლუტურად ყველა მოშორდა, არ ვიცი საწავლიდნენ, მაგრამ ღმერთმა, არ ვიცი, მარტო საქართველოდან კი არა, რუსეთიდან მიკავშირდებოდნენ, იცით თქვენ? მაგრამ საბოლოო ჯამში მიხვდნენ ეს ხალხი, რომ ვერაფერს ვერ გააწყობენ ჩემს წინააღმდეგ და არ ღირს. ძალიან დიდი ძალები დახარჯეს და აი წარმოიდგინეთ რომ გოჯები რო ყავთ იქ რაღაც მუსულმანების გოჯები რო არიან, აი როგორც ჩვენი ილია მეორე არის ისეთი.
ესე იგი, ის რომ ვილაპარაკო, რასაც ვლაპარაკო, ვიღაცისგან თურმე ნებართვა უნდა ავიღო ამ დედამიწაზე რა. აი ესე წარმოუდგენია და ეს აქ დაყოფილი, იმიტომ ხალხი ვერ ლაპარაკობს ესეთ სიმართლეებს, რაც მე გამოვიტანე სინათლის შუქზე. ამიტომ ხალხს უკვირს რევს ვბოდავ. უკვირს ხალხს, იმიტომ უკვირს რომ საქართველოში რო არის დაბლოკილი ეს ინფორმაციები, ისი არსად არ არის. ხო, ამერიკაში გაიხედავ ყველგან ინფორმაცია, რუსეთში გაიხედავ ყველგან ინფორმაცია, ზღვა, გერმანიაში გაიხედავ ზღვა ინფორმაცია და საქართველოში 4 წლის წინ ესეთი რაღაცები არავინ არ აშღერებდა ესეთ რაღაცებს, რასაც მე ვაშღერებდი და აი იქ რო ვერ ჩამჭირეს ხელში და იმაზე შემაშინეს თუ რავით დამზაფრეს, იქიდან უკვე გაიხსნა გზა და გამოდის ეს ინფორმაციები რა. ეხლა უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის და ბევრმა დაიწყო ლაპარაკი. აი 3 წლის მერე ვისაც მე ვიცნობდი და პირადად ვიცოდი რომ აი ამ ადამიანს აქვს ეს პოტენციალი რომ გაიგოს რას ლაპარაკობ, იცოდა რასაც ლაპარაკობ, მაგრამ თვითონ ვერ ლაპარაკობს. ეხლა დღეს დაიწყეს. მიხარია რომ დაიწყეს ამაზე საუბარი. რაც უფრო მეტი ლაპარაკებს, მით უფრო აი ხო საგეშეთ შეაჩენდნენ ამ გახსნილ ხალხს რა, გონება გახსნილ ხალხს. ეხლა პირიქით მოხდება, ეხლა თვითონ დაუტრიალდებათ ყველაფერი უკან და საგიჟეში კი არა სუნთლიანად განადგურდებიან ეგენი, ბნელები. გესმით? დაიწყო აგერ უკვე იმით, უმთავრესით. აი ხომ დაინახეთ გუშინ ჩემს ბავშვებს რომ ვკითხე რა, რომ მეთქი სიყვარული თუ არა აქ ადამიანს როგორ უნდა მოიქცეო და აჰა ილიას ნათლულმა პირდაპირ გააჟღერა ის რაც ილია იყო რა, რაც დაანათლა ილიამ. ღმერთმა გადამინათლოს ეგ ბავშვი რა. უნდა ჩაარტყაო, გესმის? თუ არ გიყვარს, უნდა ჩაარტყაო. ბავშვმა, 5 წლის ბავშვმა. და ჩემმა დიდმა ბიჭმა, რომელიც არ არის ილიას ნათლული, მადლობა უღაც, ისა, უნდა გაანებო თავიო. ანუ განსხვავებას რომ ხედავთ არა, თქვენ არ გეკონოთ რომ ნათლიას არ აქვს იმის უნარი რომ რამე დაანათლოს. ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ჩემს პრაქტიკაში რომ ნათლიამ დაანათლა თავის ნათლოს რაღაცა თვისება. თამარ, ჩემთვის შენსთან არიმანის უფლის სულები ხართ. შეიძლება ადამიანის ზოგჯერ უფლის გზას უხოც, მაგრამ ყოველთვის უბრუნდება უფლის გზას. ისა ქეთი იცი რა არის? უფლის ყველა სული უფლის არის. არ გეგონოს რომ რომელიმე სული არ არის უფლის. ყველა სული უფლის არის. გააჩნია ეს სულები როგორ რა საფეხურებზე და რა სკნელებზე დგანან, გესმით? ქვესკნელი, შუასკნელი, ზესკნელი არსებობს. რომელ სკნელის წარმომადგენელი ხარ. აი ქრისტე მაგალითად, ქრისტემ სამივე სკნელში გაიარა. ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, აქაც იყო და ზეცაშიც წავიდა. ანუ ეს სამივე სკნელი არის ქრისტესი, მაგრამ არსებობენ ადამიანები ზესკნელში ვერ ადიან და შუა სკნელშიც ვერ ადიან. და ეხლა ნარიმანი რომელ სკნელზეა, ეს უკვე მისი საქციელებით გამოვლინდება და ადამიანი რომელიც სიტყვას აიკრძალავს, აი პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით ამას რა. სიტყვის ძალა პირველად იყო სიტყვა. აი დაუკვირდით, ახლა რასაც გეტყვით, ნამდვილად ზუსტად გეუბნებით. პირველად იყო სიტყვა და იქიდან გამოდის ყოველი, ხო? ამ ადამიანმა თავისთავისთვის აიკრძალა ეს სიტყვა, რომელიც უნდა ყველა ნებისმიერ ადამიანმა ვილაპარაკოთ. სიტყვა თუ არ თქვით, იქ მთელი სამყარო ინგრევა და თავისთავად სიტყვას უკრძალავს ეს ადამიანი, ხო? ჩემი აზრით ძალიან დიდ ცოდვაშია რა, სულიწმინდას განშორებულია. არამსვი სულიწმინდა არის ჩემი სულიწმინდის მოფენილი ვარო თუ სულიწმინდის მფლობელი ვარო რო იძახის. სულიწმინდის მფლობელი კი არა, სულიწმინდას ვერ გამოთქვავს. და როდესაც იქ დგავარ, მხოლოდ მაშინ გამოთქვავს. რაღაცა ძალამ დაატყვევა ეს ადამიანი, რომელსაც აფიქრებინა, რომ შენ არ გაქვს ლაპარაკის უფლება. და როდესაც მე იქ ვარ, აი ამ რაღაცა ძალისგან ვათავისუფლებ და ლაპარაკობს. ეხლა შეიძლება ითქვა ვიღაცამ იფიქროს, რომ აი ამ ხოლმე ამ პარტავნებაშია 20 წელი მდუმარე ბერს ესეთ რაღაცას ამბობს, რომ შეიძლება ამან იხსნას ისოგეს. მისა მდუმარება არ არის ისა ღვაწლი ხალხო. ღვაწლი იცით რა არის? პირველად ხო ითქვა სიტყვა. სულიწმინდიდან ხო გამოვიდა სიტყვა. და აბა რატო იგრძალაო მაშინ მაგ სიტყვის თქმის უფლებას? ვინ მოგცა რომელმა ძალამ
დაგბლოკა. რომელმა ძალამ დაგბლოკა, იმას ებრძოლე რა. ადექი და ამოიღე ხმა. გააქვს სიტყვის თქმის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს. მხოლოდ პირუტყვს არ აქვს ლაპარაკის უფლება. ისინი თავის ენაზე რაღაცებს ლაპარაკობენ და სიტყვის თქმა თუ შეგიძლია, რატო იკრძალავ? აი ეს არის რა, ქვესკნელში იმიტომ არის ეს ნარიმანი. ქვესკნელის მეფე იმიტომ არის, რომ პირდაპირ მნიშვნელობით თავისი საქციელებით გვაჩვენებს, რომ მე ვარ ქვესკნელში, მე ჯერ არ ვარ შუასკნელში, იმიტომ რომ სიტყვას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც მე იქ ვდგავარ ხოლმე, მაშინ ამბობს, იმიტომ რომ შუასკნელში უნდა იყოს, როდესაც მე იქ ვდგავარ, მე ქვესკნელში არ ჩავალ. მაგის გამო. ის ამოდის ჩემთან, როდესაც მე იქ ვდგავარ ხოლმე, ამიტომ ლაპარაკობს, ამიტომ ამოიღებს ხოლმე ხმას, როდესაც მე იქ ვდგავარ. და ქვესკნელიდან მაღლა უნდა ამოვიდეთ გეუბნებით მე-7 სართულიდან აიყვანეთ მერვეზე მაინც რა, ან მე-9-ზე მაინც აიყვანეთ. გადაიყვანეთ მე-7 სართულიდან მერვეზე. ამოიყვანეთ შუასკნელში. ზესკნელი უკვე მე-9 სართულია და ამიტომ არის მერვე სართულიდან რომ ჩავედი იქ, ტყუილად კი არ ჩავედი მერვე სართულიდან იქ. მე-7-ზე. არ არის ეს მდუმარება არ არის ღვთიური, რო იცოდეთ რა. შეიძლება მდუმარებით შენი თავი დასაჯო, მაგრამ ღმერთი არ მოითხოვს არანაირ სასჯელს რა. და ღმერთთან მადლს ვერ მოიპოვებ თუ შენ არ ლაპარაკობ. ქრისტე გვეუბნება რომ ილაპარაკეთო ხალხო, წადით და ილაპარაკეთო და ამცნეთ ყველას ქრისტეზეო, ამცნეთ ყველას ის რაც მოგიყევითო და სად გვეუბნება რომ წადით იმ მდუმარეეთო და მდუმარებაში იყავითო. ქრისტე გვითხრა სადმე მდუმარებაში იყავითო? 40 დღე იყო მხოლოდ მდუმარებაში, ისიც იყო თუ არა მდუმარებაში, არ ვიცით, უბრალოდ უდაბნოში იყო გასული და არ წერია რომ ქრისტემ 20 წელი მდუმარებაში გაატარა. არ წერია არსად და რატო ითხოვს ეს კაცი რომ მდუმარებაში იყოს და რატო ისჯის თავს? ვინც თავს ისჯის ეს იალდაბაოთია. დასჯა სჭირდება იალდაბაოთს. შეწირვები სჭირდება იალდაბაოთს. აი რო აღუთქვამენ ხოლმე, ხო, აი ამას გავაკეთებ და ესე მომივიდეს. ესე ანუ რაღაცას რო ითხოვენ ხოლმე ღმერთის. ეს პირდაპირ მნიშვნელობით იალდაბაოთს თხოვთ ესეთ რაღაცა შეწირვებს. ღმერთი და ქრისტე არ ითხოვს შეწირვებს. იცოდეთ რა, თუ კი თქვენ აღუთქვათ ხოლმე რაღაცას, ხო? აღთქმა არის იალდაბაოთთან. არ გეგონოთ რომ აღთქმა ქრისტესთან იდება. ქრისტესთან არანაირი აღთქმა არ იდება გარდა ერთისა, რომ იყავი ჭეშმარიტად ისეთი როგორიც ხარ, აუთენტური, ანუ გამოიტანე ის შენი ნუ გეშინიან ურავის. ნუ ხარ ნიღბებში აფარებული, გაშიშვდი. გამოიტანე ყველაფერი, შენ ადამიანი ხარ, ღვთისმშობლება ხარ, კარგი ხარ. არა თუ მრუში ვაიმე, მე მრუში, მე მეძავი, მე ესეთი, მე ისეთი რო ალოცინებენ ამ ხალხს მაკარდი დიდის რაღაცა სიდებილებს, არამედ კარგი ხარ, ღვთისმშობლება ხარ, დალოცვილი ხარ, ყველაფერი ღვთისღნიერი ხარ. მის სახად და ხატად ხარ შექმნილი, შედალოცვილო, რატო იწევლი თავს? ვინ გეუბნება რომ დაისაჯე თავი, ვინ გეუბნება რომ ეს აღმიქვი, არავინ არ გეუბნება მოусმინე ქრისტეს რას ლაპარაკობს. და მაშინ გაიგებთ ახლა ნარიმანი რომელ საფეხურზეა და თუ ამის გაგება არ გსურთ, მაშინ ფანატიკაში ხართ გადასული და ილუზიაში. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ის არის ქრისტე და იქ ვეღარავინ ვერაფერს ვეღარ გადაგათქმევინებთ. სანამ თქვენ თვითონ არ განბლოკავთ ისევ ამ ინფორმაციას, რომელშიც ჩაგსვეს და ან თქვენი თავი ჩაისვით. ვერასდროს ვერ იქნება ქრისტე ის ადამიანი, ვინც 20 წელი მდუმარებაშია, ვერასდროს. და არც არაფერი ღვაწლი არ აქვს იმ ადამიანს გაკეთებული. და თუ კი ლაპარაკობს, აგერ ამ წიგში გადაშალეთ, აი გადაშალეთ ნებისმიერ გვერდზე, ყველგან მოითხოვს რაღაცას, ყველგან იწევლება და ყველგან მოდი წავიკითხოთ, აგერ 265 გვერდზე ვართ რა. მე ნარიმანი ვარ სტალინი. სადმე ეხლა სტალინთან მიმიყვანა ღმერთო, ეხლა ამაზე 5 საათი ვილაპარაკე. ნარიმანი სტალინი იყო მჭყივავი. განსხვავებული ტიპი. ასევე შევასრულე აკაკი წერეთლის ცხოვრება. მე ნარიმანი სულ არ ვგავარ აკაკი წერეთელს. იმხელა ჩავარდნა წმინდანებში ნაკლებობა. ნაკლებობა. ამიტომ მამა გაბრიელი რომ იძახდა მივდივარ და ვეღარ ვნახავთო, გაუგებარი არაა ჩემთვის გასარკვევი.
გასაკვირი, ყველაფერი ჩემთან, ნარიმანთანაა კავშირში. მე ნარიმანი სულ ცხოვრობ კრემლში, როგორც სტალინი. თემური გოგეშვილი, ჩემი ბიძაშვილი სტალინის პირადი დაცვის უფროსია, გენერალი ვლასიკი. ილია მეორემ საქართველოს პატრიარქმა 5 წინა ვარიანტში ამირჩია პატრიარქად. სინოდიც დაეთანხმა. ილიამ ანდერძიც ჩემზე დაწერა. ესე იგი ამ წამგებ ვარიანტშიც კი 5-ჯერ ზედიზედ ამირჩიეს პატრიარქად. წამგები ვარიანტი და აღა რა გინდა რას ერჩით რა გემშვენივროთ ილია მეორეზე კარგად საუბრობს და რას ერჩით ამ ილია მეორეს ეს ნარიმანის წარმომადგენლები. წამგები ვარიანტი დაინერგა ბიძა ჩემის კოტე გოგეშვილის მოთხოვნით. გოგეშვილები არიან ებრაელები ხალხო. რეებს მელაპარაკებით. მამა ჩემის დაეთანხმა. სხვების ნათესავებიც, ამიტომ ისინი ერთად არიან. ჩემიანები ნათესავები ერთად არიან. მე ნარიმანი არ დავეთანხმებ წამგებ ვარიანტს და არც ეხლა ვეთანხმები. ბიძა ჩემი კოტე გოგეშვილი დიდი ხანია იძახის, სატანა მე ვარო. ეხლა დაამატა მოგტვო მე ანუ მოგნაბო. მე ნარიმანს დამემუქრა. ანუ ის არის რა ქინთაის ტრაუმა, ბავშვობის ტრამვები აქვს ძალიან ბევრი ამადა. მანამდე ზურაბის ჩემს ძმას დაემუქრა მოგნაბო. ზურაბი პატარა იყო. 1 პირველი მეორე კლასელი. მე ნარიმანი მეტი ვიყავი 5 მე აი მოდი გაჩვენოთ რო არ ვიგონებ ამ რაღაცეებს ხო? ნახეთ რა. თქვენი თვალით ნახეთ. მოგტყნავო. მე ნარიმანს დამემუქრა. მანამდე ზურაბის ჩემს ძმას დაემუქრა მოგ წერტილი და ვო. ზურაბი პატარა იყო. პირველი მეორე კლასელი. მე ნარიმანი მეტი ვიყავი 5 მეხუთე კლასელი. ხალხო არ ვიცი აი რა გითხრათ, მაგრამ ადამიანს სერიოზული ტრამვები აქვს მიღებული ბავშვობაში რა. და შესაძლებელი არის კიდევაც, რომ ის მხოლოდ კი არ იმუქრებოდა, მართლაც განახორციელებდა რა. აი ეს ვიღაცა ბიძამისი პედოფილი. წარმატებები მსდევს მე ნარიმანსთან. ჩემი წარმატებები უფრო და უფრო იმატებს, მაგრამ ამას მე ვხედავ, სხვები ვერ ხედავენ. არ უნდათ დანახვა, სულ დიდი თანამდებობის პირი ხდები მთელ მსოფლიოში. დიდი სახელმწიფო მოღვაწე. ეხლახან ვიყავი რაბინდრანათ თაგორთან, დიდი ინდოელი მწერალისა და საზოგადოების მოღვაწე. აღარ წავიკითხავ მეგობრებო რა, ანუ არ ვიცი, ანუ დიდი სექსუალური ტრამვები აქვს ამ ადამიანს გადატანილი, როგორც ჩანს სრულიად სამყარო არის პედოფილიაში გახვეული რა. და ეს წიგნის პოპულარიზაციას უკეთებს პედოფილიას, რო იცოდეთ რა. და რა არის იცით მეგობრებო? ძალიან ცუდ დღეში ვართ. ყველა დედამიწაზე არის უკვე ჯოჯოხეთი აქ ამოსული, უკვე მერვეცაზე ამოსული და ამიტომ ძალიან ცუდ დღეში ვართ. მე ვერ აღვიქვავ ადამიანს წმინდანად, რომელიც პედოფილიას თუ კი ხმა მოიღო, აი ეს მთელი წიგნი არის ხმის ამოღება. არ არის მდუმარება ეს, რომელი წელია ეს, რომელი წელს არის დაწერილი. 2023 წელს არის გამოცემული. 2023 წელს თუ არის გამოცემული, ჩათვალეთ, რომ ნარიმანი საერთოდ არ არის მდუმარებაში. არ არის მდუმარებაში, უბრალოდ ის გააჩუმეს. და კიდე როგორ გააჩუმეს, იცით? თუ ხმას ამოიღებს, მას მოკლავენ. აი ესე უთხრეს პირდაპირ უშიშროების ხალხმა. რატომ იცით? იმიტომ რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მუშაობდა და დაფარულ წერილებს იცნობდა. ამიტომ გააჩუმეს და მდუმარებაში კი არ არის, გააჩუმეს. მადლობა უფალს რომ გააჩუმეს და არა თავის თავს რომ შენ თავს რომ აღუკვე სიტყვის აკვეთა შენ თავის მიმართ არის დიდი ცოდვა რა. რომ შენი თავი ამყოფო მდუმარებაში. დიდი ცოდვა აიცოდეთ და ჩემ განიცოდეთ ეს. ხელები ამიწევია. თუ არ გინდათ გაიგოთ, ნუ გაიგებთ.
და როდესაც უკვე მდგომარეობაში გადადის ადამიანი, აი, როდესაც სიკვდილს უახლოვდება ხოლმე და მდგომარეობაშია, მაშინ უკვე არის განტვირთვის პერიოდია უკვე გესმის? ეგ სხვა ღვაწლია და ეს არის სულ სხვა უკვე, როცა ადამიანი ენერგიით სავსე ხარ, ინფორმაციებით სავსე ხარ და შენ მაინც მდგომარეობაში ხარ, როცა შენი მრევლი გელის რო ილაპარაკო რაღაც, ეს არის დიდი ცოდვა და არის ცოდვაში და არა ღვაწლში. მაგრამ თუ კი ის გააჩუმეს, ის ღვაწლშია. ანუ გააჩუმეს, ღვაწლშია. თვითონ აუკრძალა თავის და ცოდვაშია. ხო? თუ სთან მივედით ისე. ყველა ნარიმანის წარმომადგენელს ვეუბნები რა. არც ერთი სიტყვა, რომელიც შენს წინააღმდეგ გამოითქვა ბოროტულად, კეთილად ვერ შეგერგებათ რა. ამიტომ მოინანიეთ სასწრაფოდ. რომ უკან არ დაგიბრუნდეთ ეგ სიტყვები, რომელიც მე გამომიგზავნეთ, ან წყევლის სახით, ან რაღაცა ჭორის სახით და 24 საათი განვიხილები მე ნარიმანის კარზე თემა ვარ. სუპერსტარი ვარ უკვე ნარიმანის კარზე და გაფრთხილებთ. ყველა სიტყვა უკან დაგიბრუნდებათ, სასტიკად ათმაგად იცოდეთ რა. იმიტომ კი არა რომ მე გწყევლით და მე მინდა ესე. იმიტომ რომ ეგრე ხდება ჩემთან. გამტარი ვარ და იმიტომ. მესვრით გაივლის მოვა თქვენთან. და იმასაც თან წამოიყოლებს, რაც მე დანარჩენებისგან მაქვს დაგროვილი სადღაც. ესმის? იმ დანარჩენ ტყუიებსაც თქვენსკენ წამოიღებს და ამიტომ ფრთხილად რა. სიტყვა არის ტყუა. ტყვია არის ასევე, ტყვია. სიტყვა ასევე ტყვაც არის და თუ შენ ამ ტყვიებს მე მესვრი, აუცილებლად გიბრუნდება უკან. ეხლა 5ჯერ ხო ვთქვი? მე მგონი გასაგებად ვთქვი, გაიგებდით, კარგად დაიმახსოვრეთ ეს ჩემგან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ყველაზე დაბალ ცოდვაშია, ყველაზე უბინძურეს ცოდვაშია ჩაძალე, მე ის არ მეზისხება. იმისთვის ვარ მოსული, რომ აი ეს ყველაზე დაბალ სიბინძურეში და უბსკვილში რო არის, ის ადამიანი ამოვიყვანო სინათლეში. ამიტომ არავინ არ მეზისხება. გესმით? არც თქვენ არ მეზისხებით, ვინც მწყევლით და ვინც ბოროტულ საქციელებს ჩადიხართ ჩემს წინააღმდეგ. თუ ტყუში წამოსვლა გინდათ და ჩემი გაცნობა გინდათ, მომწერეთ, რომ რომელ შაბათ-კვირას გეცლებათ და მე იმის მიხედვით ჩავატარებ ტურს. ასე რომ გემშვიდობებით ახლა მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე და თუ ჩემთან სეანსის ჩატარება გინდათ, სეანსზე დამირეკეთ, უпроსტოდ თუ გინდათ პირადში მომწერეთ და შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან სეანსზე, რომ გაერკვეთ თქვენს თავში რა ხდება და ასე რომ მეტი რაღა დაგეხმაროთ, მე არ აი ყველაფერს ვცდილობ რომ დაგეხმაროთ რა, ყველანაირად. სანამ აქ ვარ, შესაძლებელია რომ მალე საზღვარგარეთ წავიდე 2 წლით. ამიტომ თუ გინდათ იჩქარეთ, თუ არ გინდათ კიდე რეკლამასავით გამოდის. იჩქარეთ. ადგილები შეზღუდულია. მართლა შეიძლება 2006 წლიდან მე წავიდე საზღვარგარეთ ისევ სასწავლებლად. 2 წლით, ამიტომ რა ვიცი, სანამ აქ ვარ, გამოიყენეთ ეს ვარიანტი. გაკოცეთ.